მოკლედ, როგორ არის იმაში ხომ გითხარი გაფრინდებია, მაგრამ აი ესეთი გამოვიდა ჩვენი იხვი, აი ერთი ის დინოზაური. ხო. აბა ჩემო ჯიგრებო, როგორ შეგვირდით, ჩვენ ახლა გავაკეთებთ იხს. ჩეხურად, პრაღულად, ლუჩი მოვხარშავთ, მე შევბოლავთ და აი ესეთი ჩეხურ ლუცაც მივაყოლებთ. ამ ყველაფერს, მაგრამ რა მინდა გითხრათ, რა დიდი ხანი ვერ ვაკეთებდი ამას და რატო ვერ ვაკეთებდი? იმიტომ რომ კაი იხვის შოვნა არის ძნელი. და აგერ ჩვენმა გოჩამ, ჩვენმა ძმამ, აი იხვი კი არა, მე მგონი ეს აი რაღაც დინოზავრია, სოფლის საუკეთესო ლაგოდეხიდან მიწამისმა გამოუგზავნა და მაგ კიდე ჩვენ მოგვართვა და მადლობა ბატონ ნიკოს შენ და მე მინდა აი ვაჩვენო ხოლმე უბრალოდ აი განსხვავება რო იცოდეთ აი როგორია აი სოფლის რანაერია ნახეთ აი ყვითელი განარნარებული გაფითქინებული და რავი თან რამის 5 კილოა აი ამისგან გამოა გემრიელი და ეხა მე არ მინდა ვიღაცას ხოლმე შეურაცხყოფა მივაყენო მაგრამ რა არის ცი აი ჩინური და ეს იხვები და ის როა ხო შევიდა თქვენ ხოლმე კარგს რო ამბობენ წინვალ თქვი რომ ბიუჯეტურია ეს არის მაგრამ კარგი არის აი ეს არის კარგი პრემიქს ნაჭამი რო არ არის როგორ ეხლა ჩვენ პირველი რასაც დავიწყებთ ამას ჩემო კარგებო ეს უნდა ჩვენ ჩავდოთ ეხლა ქვაფში და წყალში წამოვადუყოთ რა მოკლედ ისა რა ქვია ამას რო დგავდი ვიფიქრე მე ძალიან დიდი ხო არ არის მეთქი რა იხვისთვის მეთქი რა ხა იხვის ველოდი რა კილო ნახევრიან ზედ გამოჭრილია გეუბნებ ეს არის მე 60 ხინკალი ეხარშება ამაში უნდა ჩაუშვათ ახლა ესე და ახლობით კიშიავსო კი ეხლა მე მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა რომ ეს ახლა უნდა წამოდუღდეს და პირველ რიგში პირველივე კაფი უნდა მოხსნათ რა თავისთავად უნდა მოხსნათ როგორც კი კაფს მოხსნით მე რო უკვე ჩავყრით რაღაცებს ამაში დაფნას კიდე სხვადასხვა რაღაცებს სპეცებს და 40 წუთი, ოღონდ მე დაბალ ცეცხლზე, ძალიან დაბალ ცეცხლზე ვადუღებთ რა. მაგას უკვე შეშით გაუკონტროლებთ. შეშით ხო, გავწევთ ისე რომ ძალიან დაბალზე რა. პრაქტიკულად აი ხო იცი თითქმის აი რომ ძდუღს და არ დუღს, აი ეს უნდა იყოს რა. აი ეხლა რა, ჩემო ჯიგრებო, ნახეთ იმდენად სუფთა და აი ეკოლოგიურად რო ის არის რა, ეს კაფიც არ გაუშვა რა. რაღაც ცხიმები ოდნავად გაუშვათ. ოდნავ აქ მოდებული. რომელსაც ახლა ჩვენ აგერ რა პრობლემა აქვე აი ამას ზედმეც მოვაშორებთ პრაქტიკულად არც კი აქვს რა ისე წამოდუღდა რომ კაფი არ გაიკეთა რა ეხლა ამაში რომ ხელა ცხიმი მოიდო ხო აი ეს უკვე ცხიმია ცხიმის სამდენი ის რაც იყო ცოტა ზედმეტი მოვაშორეთ ეხლა რაც უნდა ვქნათ უკვე ამაში უნდა ჩავყაროთ დაფნა ხახვი და კიდე პატარ-პატარა სპეცები და 40 წუთი დაბალ ცეცხლზე უნდა ვადუღოთ რა. აი ხა განახებთ თან რა მე არ მიყვარს ხოლმე ცალკე ხახს რო თლიან 1 საათი მერე ნიორს რო ან ნიორს და ხახს ყველაზე საინტერესოა რა იმეებს უკეთებთ სანელებლებს. აი ესეთი გაფსკვნილი წითელი ხახვი ჯობია 1 წალი უნდა ჩავაგდოთ აქ. ნივრები რა ვიცი. აი ეს ბევრი არ არის რა 7-8 კვირი იმიტომ დიდი იხვია ძალიან 1 წალი ციცაკა ან ეს ციცაკა ესე ვქნათ რა ჩვენ ძნელნელა ვიბოლებით ესე ვქნათ რომ თავისი სიმწარე გამოუშვას ჯობია ეს დარიჩინის ის აი რა ქვია ეს დარიჩინი შეგვიძლია ესეც გავტეხოთ მოიდა დავიჭერ ამას ხო გავტეხოთ და ამაში არის ესე იგი სუნელოვანი ციცაკა შავი ციცაკის ბურთულები და ეს არის მიხაკი რა ესეც ესე უნდა ჩავყაროთ რა ეს ამაში აი ხა რაც ყველაზე მთავარია ლუდიც მაგრამ ეხლა ამას უნდა დავუმატოთ დაფნა დაფნის ისინი მაქვს რა ქვია აქ პლანტაციები გაჭირდება აი ჩემო კარგებო ეს სულ დაფნა სადაც მიწვდები დაფნაა რა ეს პირდაპირ ხიდანაა მოწყვეტილი სუფთაა პირდაპირ ჩავაგდოთ ამაში და აი ესე დაბალ ცეცხლზე 40 წუთი მინიმუმ უნდა ვადუღოთ ახლა ეს რა მანამდე სადღაც 15 წუთში უკვე დავანთოთ გრილიც ისიც გამზადდება ნუ მე ამას ამოვიღებ შევასუნელებთ იმას ვიზამთ რომ გავუშვათ პირდაპირ გრილში всё მანამდე ცოტას ვისვენებთ და მივუთვათ ლუდი აი ახლა სადღაც გავიდა 20 წუთი რაც დუხს და უნდა ჩავასხათ ახლა ჩვენ ამაში ლუდი ნუ ჩეხები ამას
ზოგი საერთოდ სულ ლუდში ხარშავს, ზოგი მაგალითად რაღაც კონცენტრაციას უკეთებს ლუდს, რაც მეტი ლუდი მით უკეთესი. ნუ ეხლა შეგიძლია წყალშიც მოხარშოთ და არც ეგ არ იქნება კატასტროფა, მაგრამ ეს აძლევს ძალიან კარგი მას რა. ნუ სადღაც 1 ლიტრს უზამთ რა ჩვენ რა, იმიტომ ჩვენც ხომ უნდა დავვლოთ. ისე ხო არ მოგიმზადებ მანამდე. არ ეგ იყოს ჩვენთვის მოამზადოს. აი ჩვენთვის, აი ნახე კათხებში ჩამოუშვი. აჰა, ხო, მაგას ვიზავი, ჩვენთვის მოვამზადებ ხო. ჩვენთვის. და ეს ეხლა ერთი და ახლა მეორეც ჩაუშვათ. მაგრამ ეს აი ეცადეთ რომ უკვე როცა მოიქაფება და 1-20 წუთი დუღს, მას შემდგომ ან მოკაფვის მერე უნდა მე აუცილებლად. მოკაფვის შემდეგ უნდა ის დაფნაც რო მოდი ეს დარჩა ცოტა და ცოტა რას დარჩა ჩაუშვათ. მე მგონი რომ არ აწყეს. არა, პირიქით, კიდე ერთხელ ეხლა ამას კიდე 5 ლიტრა რო დაასხა, ხო? არ აწყეს რა. ლუდი ეგეთი თემაა და ეხლა ამას კიდე ვაცადო ჩვენ ვინაიდან დიდია იხვი რა. დიდია იხვი, მე თავში 40 წუთი ვთქვი, მაგრამ რაღაც 5 კილოიანია რა, ზოგი ინდაური არ არის ამხელა რა. ხო, არა, ეგრეა, ხა ინდაური 3 კილოიანიც მინახია და უფრო პატარაც რა და ესა ვაცადოთ რა 10 წუთი დავამატოთ რა. ნახევარი საათი ვაცადოთ და ესე აი ნახე, მოდი ვაჩვენოთ რა მაია. ესა რა ქვია. ძალიან არ უნდა, ძალიან არ უნდა თუხტუხერდეს, აი ესე. ამაზე ცოტანი რა, ეხა უბრალოდ აღარ იმას უჩხიკნი, რომ მაინც ეხა თვითონვე ჩავარდება რა. და ესე ჩავარდება, შენელდება და ესე 30 წუთი ნახევარი საათი ვაცადოთ. მანამდე კიდე დავილოცოთ, შემოგოჩა, იმიტომ რომ ყველა საქმეს უნდა დავილოცოთ, ჩვენ კი დავილოცეთ ისე კადრის გარეშეც. არყითაც და ლუდითაც, მაგრამ კიდე დავილოცოთ რა. მერტმა რაც ამ ჭიქაში წვეთია, ხო, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს, კაი გული შემოხედავს. იმდენი წელიწადი სიცოცხლე იმხავს. იმდენი გახარება და გამრავლება ქონოდათ სულ. ლარი იყოს, იმდენი მილიონი ლარი იყოს და ხო ყველა თავის გარშემო ჯანმრთელი ხალხი ენახოთ რა. გაგიმარჯოთ და აქვე ერთ რამეს დავამატებ კიდე ჩემო ჯიგრებო, ჩემო ძმებო, ერთი მუსიკის არხი გავხსენით ახლა. და პატარა ხელის წაკვრა ჭირდება, უნდა გამომწერები რა, YouTube-ზე რა. იმიტომ რომ კაი პორმალელს ისე არაფერი არ უხდება, როგორც კაი საკეიფო სიმღერები და ჯიგრული ჰანგებია და მოიწონეთ და გააზიარეთ, აბა. გაგიმარჯოთ სულ ყველას, გაგიმარჯოთ, აბა. ჩიკა წელოდება, აგერ არის. მოდი. აგერ არის ჩვენ ჩიკუნა წელოდება და ბოლოს აუცილებლად გავასინჯებთ მზა პროდუქტს. მზა პროდუქტს ლუდი არ შეიძლება ჩიკასთვის. ჩიკასთვის ლუდი არა, მაგრამ იხვის ხორცი შეიძლება. იხვის ხორცს აუცილებლად მე პატარას გავასინჯებთ. ავანთოთ გრილი. დავადოთ ცოტა შეშანელნელა. ხო და რაც შეეხება უკვე შესაბოლად როცა გადავდივართ, აუცილებელია რომ უკვე აი ესეთი შეშა იყოს წიფელა, თხმელა, არცხილა. ხო, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ეს წიწოვანი ლეღვი არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში, რასაც აი ეს რძედა რაღაც გამოდის, იმიტომ რომ მაშინვე თავის გემოსკენ წაიყვანს ამ ყველაფერს. ეხლა ამასაც ეს ცეცხლი ეხლა ჩაიწვება. აქ ძალიან დიდი ნაკვეთშხალი ჩვენ არ გჭირდება და გაჩვენეთ მე რატო, იმიტომ რომ პრაქტიკულად ამას გამოვიყენებ ჩვენ როგორც ეხლა როგორც ვთქვათ ღუმელს რა. უგონთ ღუმელს როგორც ცეცხლის რა. რომელიც თან ბოლს მისცემს, თან სიმხურვალეს მისცემს და გამოვაცხობთ პრაქტიკულად. აი ესეთი დიდი ისაგვარო. მაგრამ არ გვაშინებს ჩვენ ეს, არც თუ ისე წვიმს როგორც ქუხსო, რა, ორჯერ, სამჯერ გზადაგზა წვიმს, მაგრამ ჩვენ მაინც მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. აბა ეს არის ცოცხალი პროცესი. მე არ მიყვარს ხომ ეს დავარცხნილი თემა რა ხარ იცი და რაღა დავიწყეთ დავამთავრეთ წვილად და გემრიელად. ჯიგრულად დავამთავრეთ. კოკისპირული წვიმაც რომ მოვიდეს დავამთავრებთ. ეხლა ამას სადღაც 20 წუთი იმას ამოვიღებთ, შევკმაზავთ ჩვენს იმას, რა ქვია, იხუს და მე მივუშვებთ აქეთ რა. ცოტა ბოსნოუსად შევწვავთ იმ ჩეხურ ვარიანტში, პრაღულ ვარიანტში და დამარინადებული ხახვი კიდე მაგრა უყვარ და კიდე ლუც მივაყოლებთ რა და ცოტა ქართულადაც ერთ ჭაჭასაც შევაზანზარებთ. აბა ჩემო ჯიგრებო ეხლა, აი უკვე მზად არის ეს ჩვენი იხვი. ვინაიდან და დიდი იყო და სოფლის ხო? 1 საათი დაგჭირდა აი ეს ესე დუგილი რა. ეხლა ამას გადავიტანთ ჩვენ და უკვე დანარჩენს გრილში გავუშვებთ. თბილია ჩვენ ეს უნდა შევკმაზოთ რა. ძალიან მარტივად იციან ხოლმე მაიონეზი რაღაც სისულელები არ ჭირდება არაფერი მსგავსი რამ რა. მერე მოგვიწევს მდოგვის და იმის წასმა, რასაც ნუ ხოლო დაჯიკა და მარილი, ხო? ეს რა არის, იცი? ზოგი უშვება ხოლმე პაპრიკას იმას, არც ის არა ცუდი, მაგრამ ციცაკას ცალკე, მაგრამ ქართულ აჯიკაში ციცაკაც არის, ნიორიც არის. და ეს სუნელები ყველაფერი. ამიტომ თუ ქართულ აჯიკას უშვებით, ხო? მაგ დანარჩენს ხსნით რა ყველაფერს რა. აი ესე ხო ესე უშვებით ქართულ აჯიკას. ხო და მარილსაც რა თქმა უნდა რა ეხა
აი აქ თითქმის რა, ну, ძალიან ესეც აი ძალიან ბევრი არ უნდა რა, ნამდვილად, ესე ცოტა ხელით დავურიოთ. თავისთავად აჯიკასაც მარილი აქვს. აჯიკასაც აქვს და ეხლა რასაც შვებით ამას ხო ესე თავიდან ბოლომდე ნელ-ნელა სულ იმაშვებით რა ქვია რა. უსმენთ რომ ო რა სუნი დაატრიალა. რომ გაუჯდეს ამას სულ ყველაფერს ეს თავიდან ბოლომდე რა. და სანამ დავდებთ თან იმაში რა ქვია გრილზე, ერთი 10 წუთი უნდა ვაცადოთ 15 წუთი რომ გაუჯდეს. ხო, ეს გაუჯდეს რა. გაუჯდეს, მერე უნდა დავდოთ და თან ცოტა უნდა შეშრეს რა ეხლა ეს. მოდი ამას მოგასილებ. ძალიან დიდი იხვია, მინდა გითხრა რომ მე არასდროს არ მინახია მხედა იხვი. ნუ რა შემხედრია. ამიტომ არ მოვიტყუები ხა არ ვიტყვი რომ რაღაცა და ეს არის ინდაურზე დიდი იხვი. მინდა გითხრათ. და მე კიდე მოგვიწევს აი შებოლვის პროცესში დოგვის ბარბეკიუს соуსის ამ ფეხებს ზოგი აჭრის, მაგრამ ეს ახლა ისე კარგადაა გასუფთავებული და თითებიც ხო, ლამაზად გამოიყურება. პედიკურ მანიკური გაკეთებული. ხო, ისე არის რომ ნამდვილად ეს არაფერია, არაფერი არ ჭირდება. ერთადერთი კიდე ძალიან უხდება ახლა ამას ჩვენ. ერთი პატარა ის მოვუტეხოთ აი აქედან, აი. ისეთი როზმარინი და ესე მუცელში ჩავუთოთ. აი ესე და ახლა არაფერი კიდე ერთხელ ვამბობ, ზუსტად 15 წუთი ვაცადოთ, ამასაც დაახლოებით ცეცხლსაც 1-15 წუთი ჭირდება. მე უკვე შევუშვებთ პირდაპირ გრილში, კი, პირდაპირ გრილში. და 1 საათი და 20 წუთი იქაც დაგვჭირდება გამოცხობა რა. ნუ საერთოდ აი ეგრეა რა, კარგი რაღაც რომ გამოგივიდეს დრო ჭირდება. ო რა, ყველაფერს დრო. ერთადერთი რასაც დიდი დრო არ ჭირდება, ეს არის ნამდვილი ქართული კახური მწვადი, წალამზე პირდაპირ მარინი და კი. ოღონდ ისიც ღორის ხორცი მაგარი უნდა იყოს, აი ეგ არის მთავარი. პრემიქსი, მემიქსი და შმემიქსიანი ისეთი ნამდვილად არ გამოდის. პირდაპირ ნაკოჩხალი არ გჭირდება, როდესაც ცხლად ბოლავთ. აქაც შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ მაინც ცხელი ბოლი მინდა 120 გრადუსი გჭირდება. ამიტომ აი ამ შეშას ვდებთ ესე გვერდებზე. რომ დაბალი ცეცხლი ენტოს. ამას ესე გავხანტავთ რა. ო, რა პროსტა. ყველგან მოხდეს ტემპერატურა. ხო, რაღაცა ცოტა ის ნელი ძალიან დაბალი ტემპერატურა უნდა იყოს შიგნით რა, არ არის საჭირო ამისთვის, რომ ეხლა აქ იყოს რაღაცა ძალიან ისეთი, ხო, არა, პირიქით არ უნდა. ეს დავდოთ, მე ბოსტნეულიც უნდა დავდოთ. რომ ჩეხეთში ბოსტნეულის გარეშე პრაქტიკულად არაფერს არ ჭამე. ძალიან გემრიელიც გამოდის რა. ახლა ავიღოთ ეს ჩვენი დინოზავრი. ეს ჩვენი დინოზავრი და ესე დავდოთ რა სადღაცა ესე რა. ამას ახლა არაფერი არ უნდა და დავაფაროთ ცოტა აქეთ თორე აგება. ეს ეგ არის. ეს გავუხსნათ ახლა ეს და ვაცადოთ დაახლოებით ახლა 1-20 წუთი ამას ხელისხლება არ უნდა. მანამდე მდოგვი თავისთავად ტემპერატურას უნდა ვაკონტროლოთ, ხო? ნუ ვაკონტროლოთ ხო დაახლოებით რომ 120 გრადუსზე მეტი არ ავიდეს ეს ფანი. 20 წუთის შემდეგ დავიწყებთ ისე ცოტა წაუსვლოთ და ვინაიდან კიდე ერთხელ ვამბობ ეს დიდია. მე არ მინახია, არ ვიტყვილები, არ მინახია ძმაო. მინახია 3 კილოიანი დაუტკა, 3 კილო ნახევრიანი. აი ეს კაი დიდი ბატისხელაა რა. კაი დიდი ბატისხელაა და ნუ გემრიელი იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ დროის ამბავია ცოტა თორე. ხო, თავისთავად დროც მეტი ჭირდება. კიდე ერთხელ ვამბობ იმისი რა ქვია, რაც იყიდება ეს პოლონური, ეს ფერმის და რაღაცის. იმას მოხარშვას უნდა 9 საათი. შებოლოს უნდა 9 საათი რა. ამას მე მგონი გიძაიღო 1 საათზე მეტი წაიღო. ნუ 1 საათი მაინც იყო დაახლოებით, რაც უკვე დაიწყო დუღილი, 1 საათი და ნუ 1 საათიც მე ვფიქრობ რომ აუცილებლად დაჭირდება. დაჭირდება ესეც. კი, დაჭირდება აუცილებლად. ეხლა გავამზადოთ რა. ეს კი იყო ძალიან ცხიმიანი, მაგრამ წესია ესეთი რომ გადასმის დროს კარაკი კიდე უფრო მაგრად არბილებს. ბევრი კი არ უნდა 20 გრამზეა საუბარი და 30 გრამზე ოდნავად ზეთი უნდა დავასხათ, ოდნავად. რომ კარაკი არ დაიწვას. ხო, ოდნავად ეს ბევრი არ არის საუბარი და აი ეს მარილი რაღაც ცოტა დაგჭა, ვქნათ ამას რომ იმას ქნას რა ქვია. გახსნას ესე. აი ავიღოთ და 1-2 ცალი მოვწყვიტოთ ესეთი რა. პატარა როზმარინის ისინი რა ქვია. ესეთი. ესეც იმ ტაფაში უნდა გავუშვათ ახლა რა ჩვენ. აი ეს ახლა ჩავდებთ ამას აქ. შემოკარგებო ესე. და არაფერი რა, ზუსტად. რაღაცა რამოდენიმე წუთი და ესე დავტოვოთ და დადნება. აი ჩვენი იხუნიაც იწყებს
ფერის მიღებას. ფერი შეეცვალა. ფერის მიღებასაც იწყებს, ახლა უკვე იწყებს იმას რა ქვია შეწვასაც ეს და ნუ ესე რა ნელ-ნელა გამოვაცხობთ რა რო იტყვიან რა. იმდენად დიდია სიმაღლეში ხო? ყველაფერს ედება. ხო. ამ დავიღოთ დოგვი შეგიძლიათ ჩვეულებრივი ქართული, გერმანული, ეგ უკვე აი გემოვნების ამბავია რა, როგორიც გინდა აი ესე მწარე, გინდა მოტკბო, ზოგს ხო სხვადასხვანაირი დოგვი არის 1000-ნაირი რა. კი ბატონო. ეხლა ჩვენ გვაქვს მაგალითად ეს გერმანული სტილის დოგვია. ეს ახლა ჩვეულებრივი დოგვი არის თუ ტკბილი? არა, აი თლად ტკბილი არ არის, გერმანული ტიპის დოგვია, აი ესეთი ტკბილი არ არის რა. აჰა. ძალიან ის სხვადასხვა მომიწონა, კაი დოგვი იყო და ამაში არის ბარბეკიუ სოუსი. ესეც ესე უნდა ვქნათ ორივე და დაველოდოთ სულ 2 წუთი. შეიძლება ეხლაც უკვე გამყვალი იყოს. კი, აი გალყვა, მაგალითად ეხლა გაჩვენებ. აჰა, კარაქიც გაგვირღვა. კარაქიც გაგვირღვა. და ეს გამყვალი ეს ჩვენი კარაქი, როზმარინი. ეს უნდა დავასხათ ამას. გადაურიოთ ეხლა ეს როზმარინი ცოტა ხანი იყოს და უბრალოდ და მე იმას ვქნა თავისებურ მაინც ოდნავად მისცემს არომატს. იმიტომ ხორცზე, ქათამზე, რა ვიცი, თევზზე საუკეთესოა რა. კი. სტეიკებს უხდება მაგრამ. სტეიკებს და არა მარტო, ყველაფერს უხდება და მინდა გითხრათ რომ არა მარტო კულინარიაში, მედიცინაში იყენებენ და თმის წვენას და რა მოკლედ სასწაული ის არის რა, სასწაული მცენარეა რა ნამდვილად რა. აი ეს არის ახლა ეს ჩვენ მზად გვაქვს. და დაგვრჩა. დაგვრჩა შეგნით. სოუსი ცოტა დაგვრჩა და ისიც გადავურიოთ. შო, ეს არის ახლა რაც არის, უკვე ისე შეგვიძლია რომ პირველი ის რა ქვია, წება წაუსვათ კიდეც. აი ესე. წაუსვათ. რომ ცხიმიც კიდე შევიდეს, კიდე მეტად უფრო დარბილდეს. მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ყველგან მოხდეს ცხიმის. იმიტომ რომ ცხიმი წვავს ყველაფერს რა. აბსოლუტურად ცხიმია მთავარი. რა წვავს და დავაფაროთ ახლა და 1-10 წუთი ვაცადოთ ესე ნელ-ნელა რომ შელყის. ესე იგი, გითხარით რომ ჩეხებს უყვარს ძალიან, რომ ძარი რაღაცა თან შემწვარი ესა რა ქვია. ბოსტნეული და ძალიან უხდება კიდეც, მარტო ჩეხებს კი არა და იგივე შეგვიძლია რაც აი მას წაუსვით. აი ესე წაუსვათ პომიდორს, ციცაკას, რასაც უსმოთ. ეს პირველად ხელი ახლა. კი. აი ხა დავალაგოთ. ესე აკეთქენ ჩვენი დინოზავრიც აგერ უკვე ფერი იცვალა. ფერი იცვალა ნამდვილად. ფერი იცვალა ესენიც ესე. ლამაზად დაუწყოთ. ვერძე. მოდი ესეც გადავაბრუნოთ ერთი გადმოbrunება. ამასაც წავუსვათ, ესე იგი კიდე ერთხელ ცოტა შევარბილოთ. აი ესე ლამაზად, კარგად. და ცოტა ხანი აი ესეთი მხრითაც შევბოლოთ. შო, ეს არის და გორის ციხე ვიტყვია. აგერ. აი უკვე ნელ-ნელა ფერიც მიიღო. ხო. ფერიც მიიღო. ფერიც არომატიც. ეხლა რა ვქნათ იცი? ამას ეხლა კიდე გვინდა ჩვენ 1-20 წუთი რა. მაქსიმუმ 20 წუთი. აი ერთი ბოლო გადასმა გადავუსვათ აქეთ ამ მხრიდან. ესე. ლამაზად. ყველანაირად წავუსვათ, ეს გადავატრიალოთ ეხლა. ესე. წავუსვათ აქედანაც. ბოლო შტრიხებია. უკვე მიდის.
დასრულებამდე. და ნუ ამასაც აი დაგვრჩა და ცუც არაფერს არ უზამს ახლა ხილს მეთქი კაცო. ბოსტნეულს? ეს ბოსტნეულსაც რო გადაუსვათ და რა ვქნათ იცი ბოსტნეულს ცოტა არ იქნება ურიგო რომ აი ნაკვეთში ხალი რაც გვაქვს იმიტომ რომ ამას უკვე ბოლი უნდა პრაქტიკულად ნაკვეთში ხალი რაც ხარ აი ნო ბოსტნეულს ეთყობა რომ უნდა. ცოტა შეუყაროთ ესე ოღონდ იმას არა რა თქმა უნდა იმას არ ჭირდება არაფერი ესე ბოსტნეულს შეუყაროთ და ბოსტნეულსაც შეგვიბრაწუნებს ეს არის და ეს რა აი ეს არის ჩემო გოჩა ჩემო ძმაო ჩვენი დინოზაურიც მზადდება. აბა რა ნიკოლოზის გამოგზავნილი დინოზავრი ნიკოლოზის გამოგზავნილი დინოზავრი შენი ჩამოტანილი გასუფთავებული ჩვენი ერთობლივად გაკეთებული და ბოლოს დავაჭაშნიკებთ მოკლედ როგორ არის იმაში ხომ გითხარი გაფრინდებიან მაგრამ აი ესეთი გამოვიდა ჩვენი ხვი აი ერთი ის დინოზაური. ხო 3 საათია ვეწვალებით და ეხლა უნდა გადმოვიღოთ რა და რაც აქ ამას ყველაზე მთავარი ეხლა არის ის რომ ესე იგი ეს რომ დავუტოვეთაფეხი ხო რაც ხელია ჯერ კიდე რომ ეს უნდა გაგრილდეს ეხლა პირდაპირ არ უნდა დავჭრათ ეს ჩვენ თორე პირდაპირ თუ დავჭრით წვენი გამოვა და იმას საოცრებები დაიქცევა. აი ნუ იქში თავარი არის ეს რომ ყველაზე მთავარი არის კერდი და ნუ ეს მე ბარკლის ისინი რომ აი ეს არის ნუ ფასობს რაცა 10 წუთი ეხლა ჩვენ ამას უნდა ვაცადოთ უბრალოდ იმიტომ რომ შეგრილებას ველოდებით. ცოტა ნამდვილად ეხლა რომ ჩვენ ამას იმას ვქნათ. ეს ესე იყოს ცხლად ცოტა ხანი იდოს. ცოტა ხანი დავაცადოთ. და მანამდე ჩვენ შეგვიძლია ერთი პატარა ის მოვიტანოთ რა ქვია ლამბაკი ამ რაღაც რო რაზეც დავდებთ ხახვის მარინადს. ესე იგი არ არსებობს აი ეს არის აქ არის ხახვის მარინადი არ არსებობს პრაქტიკულად ჩეხებმა გინდა სოსისი გინდა სარდელი კი გახსენი გინდა სოსისი გინდა სარდელი გააკეთონ გინდა რამე შებულონ ხორციანი თუ რამე არის რომ ხახვის მარინადი წითელი თეთრი არის სულ თეთრი ხახვი რა ამას აკეთებენ და ამისი რეცეპტი სხვათა შორის მიდევს მე იმაზე რა ქვია არხზე მიდევს და ნუ აი რა არის კაპიკები ჯდება რა და ნიოლი უმარტივესი კეთდება 6-7 საათში არის ჯერ ერთი სასარგებლო ძალიან მაგარი ხო ღვინის მარით გინდა გააკეთეთ, ვაშლის მარით გინდა გააკეთეთ. ხო, ეხლა ამასაც დაულაგებ, მოვიტან მეორე სინსმე და ნუ როგორც თქვით, ერთი კიდე ხო 10 წუთი ვაცადოთ შეგრილება. სანამ შეგრილდება, ხო. ესე სილამაზისთვის ესეც შეგვიძლია დავდოთ მაგალითად. ჩიკა ცოტას ავამტყოფობდა. ბევრი რო ჭამა, ამიტომ ეხლა ისევ გახდა კარგად, ცოტა წამლები დავალევინეთ და ეხლა ისევ მოვიდა. ისე მოვიდა, მადაზი არის. ზემით უმეტეს. ასე უფრო და მე ვფიქრობ უკვე ესენიც ჩვენი კი მაგი მზათაა მზათ არის ეს ჩვენ ოჰო ჩვენ ბოსტნეული მე გინდა ახლოს მოგიტან არა იყოს ულტრა ბასრიდან ავიღოთ და მოვჭრათ ზუსტად ის ნაწილი რომელიც გამოთაც ფასობს ყველაზე მეტად იხვი აი ეს ნაჭერი აი ეს ნაჭერი არის ის ნაჭერი რასაც ყველაზე მეტად პატივს სცემენ იხვის გამზადების დროს. და ისე მინდა გითხრა რომ აი ეხლა ეს რომ დიდი არის, მას აქ აი ეს დიდი გული. და დიდი გული არის აი ყველაფერს ნიშნავს ეს დიდი გულის თემა, იმიტომ რომ რაც დიდია გული მით უფრო უკეთესი და გემრიელი გამოდის. ჩიკა ნახეთ ძალიან ახლოს მოვიდა. მიხვდა უკვე მიხვდა ამ ყველაფერს მოდი ახლა ესე ამოვატრიალოთ და ესე ლამაზად ესე დავჭრათ. ჩიკა შენ შეხვდება მეთქი რო გეუნები, შეხვდება ციცაკა არ შეჭამო თორე პირი დაგეწრება, საკმაოდ წარი ციცაკაა და მე დაიწყებ კივილ-ცივილს. აი ესე შემოკარგებო, აი ეს არის და მოდი თავარი კიდევ ერთი იხვის თავარი რაც არის კიდევ ეს არის ბარკალი. თავარის შემოქმედება ბარკალი უსი დავუდოთ გვერდზე. ეს ორი რამ არის ყველაზე გემრიელი რაც აქვს იხს რა. ეს არის ბარკალი და მკერდი. ხო, აი ესე ნამდვილად ეს შეგვიძლია უკვე დავუდოთ ასე. ახლა ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა ეს არის ცივი კათხა და ცივილუდი. და ამასაც მოგართმევთ ანტრე ბატონო წამებში. ანტრე ბატონო ლუდიც
პრაღული, ჩეხური. აგეთ ცივი კათხებით. ცივი კათხებით ჩეხურს ეს მეტი არაფერი. დაასყიდალია. ამას უნდა ეხლა ეს რა. ესე ცოტა დაცერავებულად რომ კაფე უნდა დარჩეს რა იმაში ცოტა რა. ესეთი სტილით კაფე არის აუცილებელი. ჩიკა ძალიან უნდა. ჩიკა უფრო ნერწყვებს ყლაპავს ვეღარ. კი. მაგრამ აუცილებლად შეხდება, აუცილებლად. ესე. მოდი ჯერ გავსინჯოთ ერთი, აბა. აბა გასინჯე, როგორია დინოზავრი? იხმოზავრი, აბა ვნახოთ. ამოდიო ბილი არ იქნება. ვინა თქვა იგა? იდეალური. არა თუ ბილი არ იქნება. ძალიან ბილია. სასწაული. აი, ოდნავს ჩიკას ახან შევპირდით. აუცილებლად ვაჭმევთ ჩიკუნას. არა, მართლა ძალიან გემრიელია. გადააჭარბა. აი, ეს არის სოფელში გაზრდილი, აი ამას ნიშნავს, რომელსაც აქ ხორცის სტრუქტურა პირველი. ხორცი არ იშლება იმისავით, რა ქვია, ბამბასავით. ხო, აი თავის ზოლებში იშლება. ბამბასავით. და ჩეკი? ოხშენ. ხო? ჩიკა. ხორცი არ იშლება იმისავით, რა ქვია, ბამბასავით. ეს მე. არის რბილი. იბადო. და აქ ეს კარგი გემოები. აბა მოდი. დავლოცოთ, პატრიარქმა ჯერ კიდე როდის თქვა, უწმინდესმა და უნეტარესმა, მაგრამ რომ ლუდი დალიეთო სადღეგრძელოები და ნუ იმ კრახელებთო რომ იძახიანო რაღაცებს პირდაპირ დალიეთო და ნუ ამის ტრადიცია ჩვენ ქონდა მთაში ყოველთვის რა. ყველას ჩემო გოჩა ვინც გვიყურებს. ყველა ვინც კაი თვალით შემოქმედავს. პირველ რიგში ნიკო ბატონს ესეთი დინოზავრის გამოგზავნისთვის. იხვოზავრის გამოგზავნისთვის. და მადლობა შენ. მადლობა პირიქით თქვენ რომ ესეთი გულით აქამდე და რა ვიცი, მინდა უთხრა ყველას რა, რომ აი ეს არის რა, კაი პროდუქტ, კაი რომ გამოგივიდეს, გული უნდა, სული უნდა, ყველაფერს გაკეთება უნდა, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ პროდუქტიც უნდა გქონდეს რა. ჩიკა, გადი იქით კაცო, ნუ დაგვტანჯე, ჩაგვიშალა გადაცემა ჩაგვიშალა. რა ქნას გემრიელობა ამასაც უყვარს, ეგრე კი არ არის. მაგრამ არა, აი, მოდი ამ ფეხი არ გაგეჭხიროს კაცო. მე შაში ჩავარდები, მაცადე რა, ერთი წამი და გაჭმე, დამალევინე. გათხალუდი რა, დამალევინე რა. გაგვიტბა. აბა, შენ ყურებაში. ასე რომ აბა ჩემო ჯიგრებო, გამოიწერეთ. მომწერეთ, გაგავაკეთოთ, აუცილებლად გამოიწერეთ, იმიტომ რომ მართლა ჯიგრული ადამიანია, მართლა ჯიგრულად ამზადებს ყველაფერს და ჩიკა უფრო ჯიგარი გამოდგა მე მგონი. ჩიკა ჯიგარია და უნდა და რა ქნას მოკლედ არ აი, გადაუგდებ, თორე ეს არ დაგვალევინებს რა. აი აგერ შენ, აი აგერ, ვაიმე. აბა, გაგვიმარჯოს ჩვენ და გაუმარჯოს ჩვენს გამომწერებს. ყველას და ვინც გვიყურებს. ვისაც ჩვენი სამშობლო უყვარს, ხო კიდე? არა აქვს მნიშვნელობა რა ეროვნული კაცია, ყველას გაუმარჯოს. საქართველოს მოგალაგე იყოს თავარია. ვენაცვალეთ და ვეხუტუნე რა. გაუმარჯოს.